დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სამი მინერალი, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ენერგეტიკული სხეული ნეგატივისგან. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი არხით, გადმოხვედით, უყურეთ და ლაიქეთ და ასე შემდეგ. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотивация, ასე რომ მადლობა. ახლა კი განვაგრძელოთ საკითხი. სამი მინერალი, რომელიც დაიცავს თქვენს ენერგეტიკას ნეგატიური თავდასხმებისგან. პირველი ეს გახლავთ შავი ტურმალინი. შავი ტურმალინი არის საკმაოდ ძლიერი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უძლიერესი მინერალი ნეგატივთან საბრძოლველად. იგი გიცავთ თქვენ და იცავს თქვენს ენერგეტიკას ყოველგვარი ავიშავ-მაგიური ზემოქმედებისგან. ტურმალინი ოდითგანვე გამოიყენებოდა ნეგატივთან საბრძოლველად, ავისულებისგან თავის დასაცავად და მათ განსადევნად. სხვათა შორის დღესაც მრავალი პრაქტიკოსი ჯადოქარი იყენებს ძალიან ფართოდ შავ ტურმალინს, რათა თავი დაიცვან სხვა პრაქტიკოსი ჯადოქრების მხრიდან მაგიური თავდასხმებისგან. მეორე ეს მინერალი გახლავთ ლაბრადორიტი. ლაბრადორიტი რატომ? და ეს არის ძალიან ძლიერი მინერალი, როდესაც საქმე ეხება უკვე ასტრალურ თავდასხმებს. როდესაც ჩვენ გვძინავს, როდესაც ჩვენ უბრალოდ ქუჩაში გადავადგილდებით და ვგრძნობთ, რომ ვიღაცა თვალს გვცემს, ანუ გვძინავს და ხშირია ძილის პარალიჩი და ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვატაროთ ლაბრადორიტი. იგი ქმნის ჩვენს ირგვლივ დამცავ წრეს, შრეს, რომელიც გვიცავს ამ ყოველივესაგან. ხომ არის კარგი თავის დასაცავად, ნეგატივთან საბრძოლველად, ასტრალური თავდასხმებისგან თავის დასაცავად და კიდევ ერთი უმაგრესი თვისება, რაც გააჩნია და ამ შემთხვევაში საფრთხილოც არის ძალიან ძლიერი მანიფესტატორი ქვა. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვატარებთ ლაბრადორიტს და ვიფიქრებთ რაიმე სურვილს, არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება ეს თუ ცუდი, მომენტალურად აგზავნის ჩვენს გვეცნობიერში და სამყაროში სიგნალს და მოთხოვნას, რომ ეს სურვილი, ეს კონკრეტული სურვილი, რაც ჩვენ ჩავუთქვით, აგვიხდეს. ამ მხრივ არის ცოტა საშიში და საფრთხილო. და კიდევ ერთი თვისება, რაც აქვს, აძლიერებს მის მფლობელში არსებულ ენერგიებს. ეს იქნება პოზიტიური თუ ნეგატიური, ეგ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული და მაგ მხრივაც უნდა ვიფრთხილოთ. და კიდევ ერთი უძლიერესი მინერალი, ეს გახლავთ შავი ობსიდიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ფიფქებიანი, ეს იქნება კლანჭი ობსიდიანი, თიხის ჩანართებით, იქნება ეგრეთ წოდებული rainbow ობსიდიანი, ანუ ცისარტყილას ობსიდიანი, ოქროსფერი, წითელი, მწვანე თუ ბლა ბლა ბლა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ობსიდიანი გააკეთებს თავის საქმეს და დაიცავს თქვენს ენერგეტიკას ავითვალისაგან, შურისაგან, წყებლისაგან, შავ-მაგიური ზემოქმედებებისაგან და ასე შემდეგ. ასე რომ იყიდეთ, მთავარია ეს იყოს ნამდვილი მინერალი და არ იყოს დაფერილი შუშა, იმიტაცია. კარგად შეარჩიეთ ეს მინერალები, თუ გადაწყვეტ ყიდვას. ზოდიაქოს ნიშანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნებით თქვენს ასწორი, მორიელი თუ ბლა ბლა ბლა, მთავარია თქვენ მოგეწონოთ. საქართველოში და არა მხოლოდ ძალიან გავრცელებულია მსგავსი პროპაგანდა, რომ თუ თქვენ ხართ რაღაც კონკრეტული ზოდიაქო, მაშინ უნდა იყიდოთ რაღაც კონკრეტული მინერალი. არა. იყიდეთ ის, რაც მიგიზიდავთ და რაც მოგეწონებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩდება თუ არა თქვენს ზოდიაქოს ნიშნის რაღაც გემოვნებაში თუ არ. იყიდეთ ის, რაც მოგეწონებათ, გაწმინდეთ საკმევლით, მარილიანი წყლით არა, იმიტომ რომ ყველა მინერალი არის წმინდება მსგავსი ტექნიკებით. საკმეველი ყველაზე უსაფრთხო და კარგი საშუალება მინერალების განსაწმენდად. განწმინდეთ, დამუხტეთ, ჩაუთქვით რა გნებავთ თქვენ და გამოიყენეთ სურვილის სამეფო. მთავარია კარგი მიზნებისთვის. მე კი დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.